მოგესალმებით, ვისაუბრებ თემაზე აზერბაიჯანის სომხეთი თანამედროვე თურქეთი, და ირანი, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები უახლეს დროში. ალბანეთი მეოთხე საუკუნეში ასე მოიხსენიებოდა ისტორიულად, როგორც აზერბაიჯანი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო მეოთხე საუკუნეში, მე-11 საუკუნიდან გაქრა და ის გამუსლიმანდა 1918 წელს 28 მაისს თბილისში გამოცხადდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. დედაქალაქი იყო ბაქო. 1920 წელს 28 აპრილს რუსეთმა გაასაბჭოვა. 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. პირველი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, მერე მისი ვაჟი ილხამ ალიევი 2003 წლიდან შიიტი მუსლიმები მართავენ. სომხები, მონოფიზიტი, ქრისტიანები, ესენი იყვნენ გრიგორიანელები. პირველ მსოფლიო ომში თურქეთში სომხების გენოციდი 1918 წელს 28 მაისს თბილისში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. დედაქალაქი ერევანი 98% სომეხი ცხოვრობს დღეს. 1923 წელს ყარაბაღის ავტონომიური ოლქი შეიქმნა და შევიდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში. 1998 წელს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობამ მოითხოვა სომხეთში შესვლა და დაიწყო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 1994 წელს დროებითი ზავი დღესაც ღიაა ეს საკითხი. საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ეხმარება სომხური დიასპორას საზღვარგარეთიდან. 2044 წლამდე რუსეთს გაუგრძელა გიუმრის სამხედრო ბაზაზე ჯარების ყოლის უფლება. თანამედროვე თურქეთზე რაც შეიძლება ვისაუბროთ, 1923 წლამდე იარსება ოსმალეთმა, უკანასკნელი სულთანი მეჰმედ მე-6 იყო. 1923 წლის 23 ოქტომბერს შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა, დედაქალაქი არის ანკარა, პირველი პრეზიდენტია მუსტაფა ქემალი. 1936 წლის მონტრეს კონფერენციამ დაარეგულირა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსი ღია ყველა ქვეყნის სავაჭრო გემებისათვის. 1935 წლის მუსტაფა ქემალი გახდა ათათურქი, თურქთა მამა, გააფართოვა ქალთა უფლებები, დაამკვიდრა სეკულარიზაცია, ეკლესია გამოიყო სახელმწიფოსგან, ამის გარანტია თურქეთის არმია, ეკონომიკაში ეტატიზმი, სახელმწიფო ერევა ეკონომიკაში. 1945 წელს 23 თებერვალს ომი გამოუცხადა დამარცხებულ გერმანიას, რის გამოც მიიღეს გაეროში. 1947 წელს ტრუმენის დოქტრინით ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა თურქეთს. 1952 წელს მიიღეს ნატოში. მარშალის გეგმით სერიოზული დახმარება მიიღო 52 წელს. 1950 წელს პირველ მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, გაიმარჯვა დემოკრატიულმა პარტიამ, თურქეთის გენერალიტეტმა, რომელიც იცავს ათათურქის პრინციპებს. 1971-97 წლებში სამჯერ აიძულა მთავრობა გადამდგარიყო, აღადგინა წესრიგი და დემოკრატია და დაბრუნდა ყაზარმებში. 1987 წლიდან განაცხადი აქვს შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ არ იღებენ. შიდა პროდუქტის მოცულობით მე-16 ადგილზეა მსოფლიოში. რელიგია სუნიტური ისლამის მიმდევარია, 78 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ფართობი 793,600 კვადრატული კილომეტრია. რაც შეეხება ირანს, ირანის ისლამური რესპუბლიკა 1905-11 წლებში კონსტიტუციური რევოლუცია მყარდება, ირანში დამყარდა კონსტიტუციური მონარქია. 1927 წელს დამთავრდა ყაჯართა დინასტია, სათავეში მოვიდა ფეჰლევიანთა დინასტია. პირველი შაჰი რეზა არის 1925-41 წლებში. 41 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მოახდინეს ირანის ოკუპაცია, აიძულეს რეზა შაჰი გადამდგარიყო თავის შვილის მოჰამედ რეზა ფეჰლევის სასარგებლოდ. 1960 წლებში მოჰამედ რეზა ფეჰლევემ წამოიწყო ანტი
რელიგიური ევროპული რეფორმები, ეგრეთ წოდებული თეთრი რევოლუცია. შეეწინააღმდეგა აიათოლა, შიიტური რელიგიის უმაღლესი სასულიერო პირი, ხომეინი, რომელიც შაჰმა ჯერ დააპატიმრა და მერე ქვეყნიდან გააძევა, ჯერ ერაყში, მერე პარიზში ცხოვრობდა. 1979 წელს დაიწყო მასობრივი მიტინგები შაჰის წინააღმდეგ. 79 წელს იანვარში შაჰმა დატოვა ირანი, მონარქია დამთავრდა. 1979 წელს აპრილი აიათოლა ხომეინმა ჩაატარა რეფერენდუმი, შეიქმნა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქვეყნის უზენაესი წინამძღოლია რაჰბარი, სასულიერო პირი, პარლამენტი, ანუ მეჯლისი ეწოდება, პრეზიდენტს 4 წლით ირჩევენ, მეჯლისს აკონტროლებს ისლამური ზედამხედველობის საბჭო. 1979 წელს ბოლოს ირანელებმა მძელად აიყვანეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები და 454 დღე ჰყავდათ ტყვეობაში. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური კავშირები გაწყდა. 91-99 წლებში ირანსა და ერაყს შორის მიმდინარეობს ომი ნავთობის გამო, ეს უშედეგოდ სრულდება. 99 წელს გარდაიცვალა აიათოლა ხომეინი, მისი მემკვიდრეა ალი ხამენეი, ანუ აიათოლა. ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისაგან დასავლეთისაგან დღესაც ბლოკადაშია. დასავლური საზოგადოება და კულტურა მე-19 საუკუნეში აღმოჩენები საუკუნე არის, ვიცით, მე-20 საუკუნის მასობრივი კულტურა ყალიბდება, ახალი ხელოვნება, კინო, ჰოლივუდი ოცნებების ფაბრიკა ხდება, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ტელევიზია, 21 საუკუნის უიშვიათესი, ასე ვთქვათ, აღმოჩენა ეს არის ინტერნეტი და კომპიუტერიზაცია. საზოგადოებრივი მოძრაობები დასავლეთის ქვეყნებში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს ბრძოლას ზანგების უფლებამოსილებისათვის. ლიდერი ბაპტისტი მოძღვარი მარტინ ლუთერ კინგია. 1963 წელს პირველი დაპირისპირება ალაბამას შტატში განახორციელა. 1963 წელს 28 აგვისტოს კენედის წარდგენილი კონგრესისადმი სამოქალაქო უფლებათა ბილის კანონპროექტის მხარდასაჭერად მოეწყო გრანდიოზული დემონსტრაცია, თავისუფლების მარში ვაშინგტონზე. 200,000 ადამიანი მონაწილეობდა. კინგის ცნობილი სიტყვა მე ვოცნებო. 1964 წელს ივლისში კენედის სიკვდილის შემდეგ მიიღო კონგრესმა 60-იან წლების ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეძახდნენ ბეიბი ბუმის, ანუ ომის შემდეგ დაბადებულებს, დროპაუტები, ამოვარდნილები დაუპირისპირდნენ არსებულ ცხოვრების წესს და შექმნეს კონტრკულტურა. თავის თავს უწოდებდნენ ჰიპებს ან ყვავილების ბავშვებს, წვერი მოუშვეს, არიბანდნენ ნარკოტიკები, თავისუფალი სექსი. მათი მთავარი მუსიკა იყო როკი, ბითლზი, როლინგ სტოუნზი. ესენი არ იყვნენ რადიკალები და არც არავის არაფერს უშავებდნენ, იყვნენ რადიკალებიც, ახალგაზრდა მემარცხენეები, წვავდნენ და ანგრევდნენ. ანუ ორად გაყოფილი შტო იყო. 1960 შეხედულები ვისამებრა. 1963 წელს ბეტი ფრიდმანის წიგნი ქალის საიდუმლო დაიწყო ფემინისტური მოძრაობა, ქალთა უფლებების მებრძოლი წიგნი არის ეს. 1968 წელს პარიზის გარეუბანში, ჩვენ ვიცით, რომ ქალის ასე ვთქვათ კულტი მაშინ დაგმობილი იყო, ასე ვთქვათ უფლებო იყო ნაკლებად, ასე ვთქვათ, აი ქალის საიდუმლო მახადა ფარდა, ძალიან გამოაშკარავდა იქ კაცისა და გენდერის დაცვისკენ მისწრაფება იყო და ამიტომ დაიწყო ფემინისტური, ასე ვთქვათ, მოძრაობები. 68 წელს პარიზის გარეუბანში, ნანტერში დაიწყო სტუდენტების გამოსვლა. ამას ეწოდა გოშიზმი, ანუ პარიზში. 1968 წელს მემარცხენეთა მოძრაობა, მალე 9 მილიონი ადამიანი გაიფიცა, დე-გოლი გადადგა. მთავრობამ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა. მე კი დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.